დიდი მადლობა. Dear heads of states, სახელმწიფოთა მეთაურებო, მთავრობათა მეთაურებო, ევროკომისრებო, მინისტრებო, მეგობრებო. it is a great honor and privilege ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნება გლობალური კარიბჭის ფორუმის მონაწილეების საქართველოს მთავრობის სახელით მიმართვა. მინდა მადლობა გადაუხადო პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს დღეს პარიზის ჩვენის მასპინძლობისთვის. 2021 წლის დეკემბერში, როდესაც გლობალური კარიბჭის ინიციატივა შეიქმნა, ევროკავშირმა პარტნიორები იხმო მდგრად განვითარებაზე აქცენტირებისთვის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაძლიერებისა და ციფრული წინსვლის ხელშეწყობის გზით. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მისი ერთ-ერთი უძლიერესი აქტივია. ამიტომ გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენს შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად. გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და ციფრულ ცენტრად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ აგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებას მოგცემს სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის. აღმოსავლეთ დასავლეთის ვაჭრობის დივერსიფიკაციის და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შუა დერეფანი საქართველოს გავლით ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების სიცოცხლე ალტერნატივად. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებით, გამარტივებული პროცესებით და კონკურენტული ხარჯ-დაზმობებით იზრდება ამ დერეფის მნიშვნელობა. საქართველოს როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონალური ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად ჩემი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ქვეყნის გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაზე, ისევე როგორც ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებაზე. ეს მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, რომელიც სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებელი საბორნე მიმოსვლა გაუმჯობესებს საერთაშორისო ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით. ახალი პორტის განვითარება ანეკლიის მაწვანე პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობას გაზრდის დიდი ოდენობის ტურთების გადაზიდვის მიმართულებით. მოწადინებულნი ვართ გავაძლიეროთ ჩვენი რეგიონალური როლი საზღვაო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობაში. თავდაპირველად პროგნოზირებადი 600,000 კონტეინერის წლიური წარმადობით. ეს უფრო სანდოს გახდის ჩვენს ურთიერთდაკავშირებადობას. იმისაც რომ გაიზარდოს სატრანზიტო პოტენციალი, ჩვენ ორჯერ გავზრდით 2024 წლისთვის წარმადობას. ამით მოხდება გზატკეცილების გაუმჯობესება. ჩემი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სატრანზიტო კვანძი გახდება და საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს გლობალური საავიაციო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილის რანგში. ვაღიარებთ რა ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნიარგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში, მათ შორისაა ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები. როგორც მოგეხსენებათ, ძირითადი მილსადენები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბაქო-თბილისის ჯეიჰანი, ბაჰოსუცას ნავთობსადენები და ბაქო-თბილისის ყარსრუმის ერზრუმის გაზსადენი უზრუნველყოფს ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანსპორტირებას ცენტრალურ აზიიდან ევროპის მიმართულებით. ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად იქონებს სამუშაო ადგილების, ეკონომიკური ზრდის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისა და ზოგადად რეგიონისთვის. განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ამ პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს. საქმიანობის დაწყების დღიდან მას 2 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კომპლექსური საკითხები არასტაბილურობით ხასიათდება, სხვა გლობალური საკითხების და გამოწვევების გათვალისწინებით
instability რაც არასტაბილურობას ქმნის. is a challenge for Georgia as well. ეს ჩვენთვისაც გამოწვევაა, მაგრამ ჩვენი პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო მთავრობის უზრუნველყოფა, მშვიდობის უზრუნველყოფა, and stability. სტაბილურობის შენარჩუნება A decade of და uninterrupted peace აწლიანი in Georgia უწყვეტი and მშვიდობა also ensured და strong უზრუნველყო economic growth. ძლიერ ეკონომიკურ Georgia ზრდა. has experienced double-digit economic ჩვენ ზედიზედ growth for 2 two წლის consecutive განმავლობაში years, with a ორნიშნა GDP growth ეკონომიკურ rate of ზრდა over 10%. გაგვაჩნია, ხოლო მთლიანში და პროდუქტის ზრდის ტემპი 10%-ზე მეტი იყო 2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და საშუალო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა 7%-ს მიაღწია. ინფლაცია 1%-ზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით საქართველოს სავარაუდოდ შეინარჩუნებს საშუალოვადიან პერიოდში რეგიონალურ და ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სტატუსს. ჩვენი გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის და სტრატეგიული რეფორმების შედეგად სამოვლადოს უზრუნველყოფს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებელს. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბიზნეს და საინვესტიციო გარემო სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტების ინდექსში დიდი მოწონებით სარგებლობს. რამოდენიმეს დავასახელებ. World Justice პროექტის 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველოს პირველ ადგილას არის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგის თავში მოექცა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში საქართველოს წინ გადაუსწრო ევროკავშირის და ნატოს ბევრ სახელმწიფოს და გლობალურად 2023 წლის მდგომარეობით 25-ულში, პირველ 25-ულშია. ყველაზე ღია ეკონომიკით. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებას ისახავს მიზნად. იქ, სადაც ეკუთვნის. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ვისაუბრო საქართველოს წინსვლაზე, ევროინტეგრაციის გზაზე. მნიშვნელოვანი მიღწევები არსებობს ჩემი მთავრობის ძალისხმევით, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმცემელი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ეს ყველაფერი ადასტურებს ჩვენს წინსვლას. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ გასულ ივნისში ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ბოლო გამოკითხებით ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. რაც მთავარია, ძვირფას მეგობრებო, ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. საგულდაგულო, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში და გულდასმით გავითვალისწინეთ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული ყველა წინადადება შევინარჩუნეთ და მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს. ამიტომ ქართველი ხალხი ეხლა ელის ჩვენი შედეგების და გეოპოლიტიკური ვითარების გამო დამსახურებულ აღიარებას გულდასმით ერთგულებით და ჯერ უნდა შემუშავებული გეგმით ჩვენი ერის ცივილიზაციური ბედისწერის რეალიზებისთვის და ევროკავშირის ოჯახის გაწევრიანებისთვის მოუთმენლად ველით კანდიდატის სტატუსის მიღებას. აშკარაა, რომ საქართველოს მოგზაურობა ევროპული ინტეგრაციისკენ და ჩვენი გლობალური პარტნიორების გაძლიერებისკენ ურყევი ერთგულებითა და გამძლეობით გამოირჩევა. ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად მტკიცედ რჩებით ევროკავშირისა და მის ღირებულებების ერთგულნი. ჩვენი ერთგულება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის გამჭვირვალობის მიმართ არის ურყევი. საქართველოს როგორც ევროპული ერი და ბუნებრივი გლობალური კაჭი მზადაა გააძლიეროს ევროკავშირი და წვლილი შეიტანოს მის უკეთეს მომავალში. დიდი მადლობა. Thank you, Prime Minister. And now we are going from ეს კოპირდაპირი ჩართვა ბრიუსელიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი